მიხეილ ცაგარლი ჩვენი ტრადიციული რუბრიკა, რომელიც ასტროლოგიას ეხება და პირველი გადაცემა 2019 წელს. ანუ პირველ რიგში ვიწყებ მოლოცვით. შემოკარგებო, გილოცავთ შობას, გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ ბედნიერებას, წინსვლას, ბარაქას, ხვავს, დიდ სიყვარულს, ყოველივე კარგს, ჯანმრთელობას თავისთავად. რომ ყველაფერი იყოს ყველაფერი კარგი, საქართველოში იყოს დიდი სიყვარული, იყოს დიდი პატივისცემა, იყოს დიდი დაფასება, ყურადღება ერთმანეთისადმი, პოლიტიკური იდეოლოგიური სფეროს დალაგება ყოფილიყოს და ჩვენ თანდათან უახლოვდები ძალიან მნიშვნელოვან პერიოდს, მინდა გითხრათ 2019 წელი ეს დიდი ცვლილებების წელიწადი, აუცილებლად შემოიტანს იგი ცვლილებებს, სხვადასხვა სახით, რომელიც აუცილებელი იქნება ქვეყნისთვის, იმიტომ რომ 2020-21 წლიდან ჩვენ უკვე შევდივართ ძალიან მნიშვნელოვან 12 წლიან ახალ ციკლში და ეს სწორედ ტახის წელიწადი, რომელიც ახლა 5 თებერვლიდან დაიწყებს სამოქმედებას, ეს არის 12 წლიანი ციკლის წინა 12 წლიანი ციკლის ბოლო მე-12 სწორედ წელიწადი. ამიტომ ის უკვე შეამზადებს იმ საფუძველს, შეამზადებს იმ სიტუაციას, შეამზადებს იმ კადრებს, რომელმაც უნდა დაიწყონ შემდგომი 12 წლიანი განვითარების ციკლი, ასე ვთქვათ, ჩვენს ცხოვრებაში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი წელიწადი გვაქვს ჩვენ. ცვლილებების წელიწადია, მოდი ვთქვათ, ესე ვთქვათ, პირდაპირ. ცვლილებები ყველაფერში იქნება, მინდა გითხრათ, აი გნებავთ სამეცნიერო კვლევითი სფერო და რომელიც გამოცოცხლდება სასოფლო-სამეურნეო სფეროდან, თუ გნებავთ დაუშვათ ხელოვნების, იურისპრუდენციის, იდეოლოგიის, პოლიტიკის სფეროში, ყველგან იქნება ცვლილებები. ხა, ყველა ცვლილება მაინც არ იქნება სასიამოვნო, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ მაგალითად ფინანსური კუთხით ცვლილებები იქნება ცოტა რთული და რასთან იქნება ეს დაკავშირებული, დრო თუ დაგვრჩა ჩვენ ამაზე კიდევ ვისაუბრებთ და გვექნება ამაზე საუბარი, მაგრამ აი სხვა სახის ცვლილებები, შეიძლება უცხოეთთან აქტიური კონტაქტების კუთხით, სასქესო ურთიერთობების კუთხით, ოჯახის შექმნის ან დემოგრაფიული დაუშვათ პრინციპების გაუმჯობესების კუთხით ქვეყანას აშკარად ექნება სასიკეთო შანსები და შესაძლებლობები. ეხლა მოდით აღვნიშნოთ პირველ რიგში დავიწყოთ, მოდით მივხედოთ პირველ რიგში ზოგად ტენდენციებს, ამ თვის რა არის აქ მოსალოდნელი და შემდგომ ვისაუბრებთ რუსკოლა კვირის ტენდენციებზე და მე უკვე დრო როგორც დაგვრჩება ამის და მიხედვით უკვე ვისაუბრებთ საერთო ტენდენციებზე წლისა. და უბრალოდ სკოლისა მოდით დავიწყოთ, ესე იგი ზოგადად ჩვენ ხა იანვრის თვეში ვართ მოგეხსენება და აი იანვარი რას გვიქადის რა ტენდენციები ამოსაოდნელი პირველ რიგში მზე ხა თქვენ იცით რომ გადის თხის გაზოდიაქოს ნიშანს 20 იანვრამდე მზე იმყოფება სწორედ თხის გაზოდიაქოში. და ეს უკვე ნიშნავს რას? ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ის პერიოდია, რომლის შეუვისაც ჩვენ უკვე გავიარეთ მზის დაბნელება და ახალმთვარეობა იყო იგი 6 იანვარს, საკმაოდ მძიმე ენერგეტიკული დღე იყო და ჩვენ წინ გველოდება კიდევ ერთი დაბნელება, მთვარის დაბნელება და სავსე მთვარეობა 21 იანვარს. ამიტომ თვე, მოდით როგორც ესეთი იანვარი არ არის ნამდვილად სუბუქი და ადვილი, რატო? იმიტომ რომ დედამიწა 6 რიცხვში, აი სწორედ მზის დაბნელებიდან შევიდა უარყოფით ენერგოველში. ეს კი ნიშნავს იმას, რომ უარყოფით ენერგოველი თქვენ იცით ყოველთვის ნეგატიურ დახსასვავს ადამიანის გულსხმაროვან სისტემას, ნერვულ სისტემას, ხდება სხვადასხვა სახის ტრავმულობის, ავარიულობის, კონფლიქტურობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი და რაც მთავარია, თქვენ გახსოვთ ჩვენ გქონდა ჯერ კიდევ ახალ წლამდე საუბარი ამაზე, რომ უარყოფით ენერგოველში გადასვლა 6 რიცხვიდან დედამიწისა ნიშნავს იმას და აქ დაბნელებებს შორის პერიოდი მე-16 21 იანვრის შუალედზეა საუბარი. ეს ყველაზე მეტად გაამწვავებს ინფექციურ დაავადებებს და ხედავთ რა ხდება გრიპების კუთხით, ხედავთ უკვე გარდაცვალების რაოდენობას და ასე შემდგომ ადამიანების ხედავთ დაძაბულობას, რომელიც იქნება ყველა დონეზე. ეს სწორედ ამით არის განპირობებული, იმიტომ რომ დედამიწა პირველ რიგში უარყოფით ენერგოველშია და ჩვენ გვაქვს იანვარში 2 დაბნელება, ერთი გავიარეთ მზის და მეორე გველის წინ, ანუ მთვარის დაბნელება 21 რიცხვში. შესაბამისად, ახლა გავდივართ ამ დაბნელებებს შუა პერიოდს და თან დედამიწის უარყოფით ენერგოველში. რასაკვირველია, რთული პერიოდია და საკმაოდ მძიმე. ამიტომ აქედან გამომდინარე, ფაქტობრივად ეს ნეგატიური ზონა გასტანს თითქმის 29 იანვრამდე, მინდა გითხრათ, აი ფაქტობრივად 6-დან 29 იანვრამდე. მთლიანობაში ეს მონაკვეთი ყველაზე რთულია იანვრის თვეში. ძალიან არასასიამოვნო ენერგეტიკულ ფონს ქმნის, ამიტომ ჯანმრთელობის პრობლემებიც მეტი იქნება, კონფლიქტების, სხვადასხვა უსიამოვნებების ტენდენცია
ტენდენციებიც მოიმატებენ ამ პერიოდში, მაგრამ ყველაზე რთული აი ამ ზონაში რომ ჩვენ აღვნიშნეთ არის 14-25 იანვრის შუალედი, რომელიც სწორედ აი წინ გველოდება და დაკავშირებული იქნება იგი განსაკუთრებულ აი თქვათ მთვარის დაბნელებასთან. ამ დროს შეიძლება წარმოიქმნას მნიშვნელოვანი პრობლემები ურთიერთობებში, ცალკეულ ორგანიზაციებს შორის და უშუალოდ საქმეებში და რაც თავარია მშვიდობიანი გზით გადაჭრა პრობლემებისას საკმაოდ რთული გახდება ამ პერიოდში. ასეთ პერიოდებში ხშირად ადგილი აქვს მათ შორის ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების უკიდურესად გამწვავებას ან გაწყვეტას, უნარობას, ზოგჯერ ასე ვთქვათ კონფლიქტებს ქვეყნებს შორისაც კი და ხშირად ესეთ პერიოდებში მაგალითად ადგილი აქვს საზოგადოებასა და ქვეყნის მმართველთა შორის დაპირისპირებას, თანამდებობისგან უშუალოდ მოხსნას ამა თუ იმ პირის თანამდებობის საკუთარი სურვილი დატოვებას, საპროტესტო გამოსვლებსა და სხვა სახის ასეთ დაძაბულობას. ანუ ეს ტენდენციები ჩვენ განსაკუთრებით გაგვიმწვავდება უკვე სწორედ შემდეგი კვირიდან 14-25 იანვრის შუალედი ყველაზე რთულია მთელი იანვარი ისედაც გითხარით ისე 6-დან 29-მდე საკმაოდ რთულია და აქ პიკი ყველაზე სრთულებისა ჩვენ გვაქცინ. ანუ ფაქტობრივად ხვალიდან 25 რიცხვის ჩათვლით. კი, გასაგებია რომ ხა უფრო უკეთესი მინდოდა მე თქვა თქვენთვის, იმიტომ რომ ახალი წლის მოლოცვით დავიწყე და სკოლა უკეთესი იქნება უფრო სასიამოვნო ინფორმაციის გავრცელება, მაგრამ ვერ გავექცევით სინამდვილეს ის რაც ხდება რეალობას. კოსმიური რეალობა კი ის არის სწორედ რომ პერიოდი არის რთული, კოსმური გამოცდის პერიოდია. ნუ რასაკურველია ჩვენ ეს არნიშნავს უნდა პანიკაში ჩავარდეთ და ამის შედეგად დეპრესიაში გადავარდეთ ან აგრესიაში, არამც და არამც, უბრალოდ ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ, ვის გაფრთხილებულია, შეარაღებულია, პრინციპით სარგებლობ, ნიშნავს იმას რომ ვიცით რა ყოველივეს, უფრო მშვიდად, უფრო სასიკეთო ასე ვთქვათ ენერგიებით გავდივართ ამ პერიოდს, მეტად უვლით საკუთარ თავს რომ არ მოხდეს რაღაც სახის ინფექციური დაავადებების ან ტრავმების ავარების ტენდენცია მაქსიმალურად უფრთხილდებით საკუთარ თავს. აქ საუბარი იმაზე არა ის რომ საერთოდ გავჩერდეთ არ ვისუნთქოთ, არა. აქ საუბარი იმაზე რომ მოვერიდოთ ასე დროს სარისკო მოქმედებას, მოვერიდოთ ახალი მნიშვნელოვანი საქმეების დაწყებას ან განსაკუთრებული გადაწყვეტილებების მიღებას. ანუ გადავერთოთ უფრო მშვიდ სკოლასურ რიტმზე და მშვიდად გავიაროთ ეს პერიოდი, მეტად პოზიტიურ შემოვიტანოთ, უფრო პოზიტიურ ადამიანებთან გქონდეს ურთიერთობა, ხელოვნების ფართო სპექტრთან ურთიერთობა და ასე შემდგომ ასეთ პოზიტიურ ტენდენციების სფეროებთან ურთიერთობა უფრო მეტად ხელშეუწყობს იმას, რომ შვიდად გავიაროთ ეს პერიოდი და ნაკლები ასე ვთქვათ პრობლემების წინაშე დავდგეთ. ამასთან ერთად ეს ეხება მათ შორის სკოლა ქვეყნებს, ცალკეულ ქვეყნებს და ცალკეულ პიროვნებებს. აღნიშნოთ, რომ ამ პერიოდში უკვე 14-25 იანვრის შუალედში შეიძლება ზოგიერთი ადამიანი ადვილად მოექცეს სხვათა სურვილისა და ზეგავლენის ქვეშ. ანუ დამოკიდებულები გახდებიან ისინი გარემოებებსა და გარშემოუყოფებზე, მათ აზრსა და სურვილებზე. პრესასა და მასმედიაში მოემატებს სხვადასხვა პიროვნებების მაკომპრომიტირებული ინფორმაცია, გამოაშკარავდება საიდუმლო ინფორმაცია, ფარული ქმედებები. საზოგადოება მეტად დაუპირისპირდება ცალკეულ პიროვნებებს, ცალკეული პიროვნებები კი საზოგადოებას. ოღონდ შემთხვევაში ეს ამ პერიოდის დაძაბული ენერგიები ნეგატიურად იმოქმედებენ ენერგოტექნიკის, ასევე ელექტროტექნიკის, კომპიუტერული ტექნიკის და დანადგარების მუშაობაზე. ამიტომ არ გაგიკვირდეთ თუ უცებ აირია პროგრამული სისტემა, თუ უცებ კომპიუტერმა ასე ვთქვათ რაღაც პრობლემები შეგექმნათ, ასე დროს ტრადიციულად და მithumetes დაბნელებებს შორის ელექტროტექნიკამ და კომპიუტერულმა ტექნიკამ შეიძლება შექმნას პრობლემები და ამხრივაც იყავით ყურადღებით. აუცილებლობა ამისი არ არის, მაგრამ გარკვეულწილად მათი დაზიანებების ან გაფუჭების ტენდენციები ესე დროს ტრადიციულად ყოველთვის ძალიან მაღალია. ტექნიკური მიზეზები შეიძლება გახდეს ავარიების, ინფორმაციის დაკარგვის, ავიან სატრანსპორტო შემთხვევების, უფრო გახშირებული შემთხვევების მიზეზი. ასევე მაღალია ამ პერიოდში ადამიანებში აგრესიის გამოვლენის ალბათობაც. და ნუ თქვათ ასე იგი 14-25 რიცხვი უნდა განვლოთ განსაკუთრებით ფრთხილად. ეს ეხება აბსოლუტურად ყველა ზოდიაქოს ნიშანს. აქ კოსმიური ნეგატიური ამინდი, ნეგატიური ნეურონის ზეგავლენას ახდენს ადამიანის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე, მის ჯანმრთელობაზე. პლანეტების ნეპტუნის, იუპიტერისა და ვენერას უარყოფითი დამოკიდებულება
კიდევ უფრო დამძიმდება სავსე მთვარეობით და მთვარის დაბნელებით 21 რიცხვში. ამის გარდა 20 რიცხვში, ესე იგი მზე დატოვებს თხისკა ზოდიაქოს და გადავა მერწყული ზოდიაქოში, ეს დღე ისედაც გეომაგნიტურად რთულია, იმიტომ რომ ხდება სტიქიების შენაცვლება და ამის შემდგომ დღეს უკვე ამას მოყვება დილით დაახლოებით 15 წუთზე, 9-15 წუთზე მთვარის დაბნელება. ესე იგი 20 და 21 არის ყველაზე კრიტიკული დღეები, მოდით ვთქვათ ასე და ითხოვენ განსაკუთრებულ სიფრთხილეს, მithumetes თუ გაქვთ უსიძარღვან სისტემასთან პრობლემები, ნერვულ სისტემასთან ან დაუშვათ ესეთი ადამიანები არიან თქვენს ირგვლივ, რომელსაც არასტაბილური წნევა აქვთ, მაქსიმალურად ეს დღეები ძალიან ფრთხილად გაუზომეთ წნევა, რაც საჭიროა წამლები მიიღეთ, მეტად დაასვენეთ და ასე შემდგომ, რომ ესეთი მერყევი ნერვული სისტემის და გულსიძარღვან სისტემის ადამიანებს ამ დღეებში განსაკუთრებული პრობლემები არ შეექმნათ. და ამ პერიოდებში ასკული ამ ზონაში უკვე მეტი ალბათობა იმისა, რომ ადამიანებს შეიძლება შეექმნათ მცდარი შეხედულებები. ისინი დადგნენ სხვადასხვა თუნებების ან ტყუილების წინაშე. მცირედი მიზეზიც კი საკმარისი ეგნება ამ პერიოდში, რომ გარკვეულმა კონფლიქტებმა და ჩხუბმა იჩინოს თავი ან გაუაზრებელმა მოქმედებებმა. ამიტომ სათანადო ორგანოებს, მათ შორის დაუშვათ პოლიციის მუშაკებს, მე ვთხოვ განსაკუთრებულ ყურადღებას 14-25 იანვრის შუალედში, იმიტომ რომ აქ სხვადასხვა სახის ესეთი კონფლიქტების ტენდენცია უნდა იქნება მაღალი და ამიტომ მობილიზება შესაბამისი ორგანოების მხრიდან უნდა იყოს ასევე სათანადოც. უფრო მეტიც 20-22 იანვრის შუალედი ითხოვს ყურადღებას კიდევ სხვა ორგანოებისაგან. ბოდის ვიხდით თქვენთან, ესე იგი ტელეფონის გამორთვა დამოვიწყდა. და ეხლა ამ საკითხსაც მოვაგვარებ. ესე იგი, აქ რაზეა ლაპარაკი? 20 და 22 იანვრის შუალედი ითხოვს ყურადღებას, რატო? იმიტომ რომ აქ შეიძლება ეკოლოგიურმა სხვადასხვა სახის კატაკლიზმებმა იჩინონ თავი, ტექნოგენერმა ავარიებმა, ამინდის მკვეთრი ცვლილებები შეიძლება იყოს აქ. ამიტომ ძალიან ფრთხილად ვიყოთ მოგზაურობის კუთხით. მაინდამაინც ახლა თუ არ არის განსაკუთრებული აუცილებლობა 20-22 იანვრის შუალედში ვეცადოთ, რომ არ ვიმოგზაუროთ. მოგზაურობა და მგზავრობა იქნება აქ ცოტა პრობლემური, შეიძლება ტექნიკური პრობლემებით შეექმნას დაუშვათ იგივე მანქანას ან დაუშვათ თვითმფრინავს და ასე შემდგომ, ან შეიძლება უბრალოდ სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად გაიჭედოთ აეროპორტში და სხვა სახის პრობლემების წინაშე დადგეთ. ამიტომ ვიყოთ ცოტა ყურადღები და მეტად ფრთხილად ამ თვალსაზრისით, ამიტომ სათანადო ორგანოებს ესაჭიროებათ მობილიზება ამ ტენდენციების მიმართ ამ პერიოდებში მით უმეტეს. და დედამიწის ბიოსფეროს მდგომარეობა 7 მდგომარეობას რეურად დაუბრუნდება თანდათან 25 იანვრის შემდგომ და უფრო მეტად 29 იანვრიდან, როდესაც სიტუაცია თანდათან დაიწყებს გაუმჯობესებას და დასტაბილურებას. ესე იგი, ეს ზოგადი ტენდენციებია იანვრის აი ამ დარჩენილი დღეებისა, რომელიც ჩვენ ავუშვით, ამიტომ ჩვენ წინ გვაქვს საკმაოდ რთული პერიოდები, რომელიც უნდა ვეცადოთ და ძალიან ფრთხილად და წინდახედულად განვლოთ, რათა აქ რაიმე სახის პრობლემების წინაშე არ დავდგეთ. ეს გავითვალისწინოთ და ახლა მოდით ნახოთ უკვე ამ საერთო ტენდენციების ფონზე, როგორ იქნება ცალკეული ზოდიაქოს ნიშნების პერსპექტივები უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ამ საუბარია აქ 14-20 იანვრის შუალედზე. დავიწყოთ ვერძით, როგორ იქნება ვერძთათვის ეს პერიოდი, პირველ რიგში მოდით ავუშვათ, რომ აქ თავს შეგახსენებენ დაუმთავრებელი საქმეები ან რაღაც ისეთი ვალდებულებები, რომელიც თქვენ თავის დროზე არ შეასრულეთ ან ვერ შეასრულეთ. ამ ხრივ ცოტა ასკაც ტენდენციებმა ნეგატიურმა შეიძლება იჩინონ თავი, თუმცა პლანეტა მარსის ჰარმონიული ასპექტი იუპიტერის და ვენერას პლანეტებთან ასევე გვაცნობს და გვაძლევს საშუალებას იმისა, რომ თქვენ უფრო მეტად იყო დაკავებული გრანდიოზული პროექტებით, მაგრამ გახსოვდეთ, რომ მატერიალიზება აი მოვლენების შედეგად, რომელიც ჩვენ ახლა ავუშვით, გაცილებით უფრო რთული იქნება ან მეტად სათუო. უფრო მეტად თქვენ მოგიხდებათ აქ ყოველდღიური საქმეებით შემოფარგლა, ვიდრე გრანდიოზული საქმეების შესრულება. თუმცა ამის დიდი სურვილი გაგაჩნიათ, კი. ესეც აღვნიშნოთ, რომ ყველა მაინდამაინც არ იქნება აღფრთოვანებული თქვენი ენთუზიაზმით და ზოგიერთი უფრო მეტად შექმნის პრობლემებს თქვენ საქმიანობის კუთხით. და ამ ხრივაც ვიყოთ ყურადღებით ზოგიერთი ფარული მტრების მოქმედების მიმართ თქვენ საწინააღმდეგოდ. ყოველ შემთხვევაში ვეცადოთ, რომ უახლოესი პერიოდის განმავლობაში, ყოველ შემთხვევაში 25 რიცხვამდე მაინც მოვურიდოთ ყველა სახის ხელშეკრულებების დადებას და მნიშვნელოვანი საქმეების შესრულებას, იმიტომ რომ შეიძლება კი ხელშეკრულება დაადოთ ხელი, მოაწეროთ, მოილაპარაკოთ და შემდგომ, მაგრამ ეს ყველაფერი შემდგომ ან არ იმუშავებს, ან ისე არ წარიმართება, როგორც თქვენ ეს გსურთ. მე ამას დააბრალებ 1000 სხვა მიზეზს და სინამდვილეში მთავარი მიზეზი არის ის, რომ ეს არის პერიოდი ცუდი, რთული, ახალი საქმის დასაწყებად, მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებად, ამიტომ შეიძლება დაიწყოთ, მაგრამ მე გაცილებით მეც რთულებს დაწყდებით. ეს ეხება ყველა ნიშანს, მათ შორის ვერც.
Შეიძლება კურო ზოდიაქოს ნიშნე დავადებული, პირველში მოდით ავუშვათ, რომ გარემოებები მაინდამაინც სასიამოვნოდ არ წარმოიქმნებიან და არ განვითარდებიან, როგორც თქვენ ეს გსურთ ამ პერიოდში. არა ის გამორიცხული, რომ აქ შეიძლება აღმოჩნდეთ გარკვეული დაძაბულობის ან ურთიერთგაგების შემცირების წინაშე მათ შორის ახლობლებთან მიმართებაში. მათი მხრიდან პრეტენზიები თქვენდამი მოიმატებენ. ამიტომ სიტუაცია რო არ მიიყვანოთ კონფლიქტურ ტენდენციებამდე, ეცადეთ მაქსიმალურად დიპლომატიურად თავდაჭერით მოქმედოთ, რათა ასე ვთქვათ, შეძლოთ კომპრომისების მეთოდ მიღწევა და არასასრული კონფლიქტებისგან თავის არიდება. ამავდროულად ფინანსურმა სირთულეებმა და დანაკარგებმა შეიძლება ეჩინონ თავი, იმიტომ რომ აქ პლანეტა იუპიტერი ექმნის ძალიან დაძაბულ ასპექტს და პლანეტა ვენერა ნეპტუნის პლანეტასთან, რამაც შეიძლება დაძაბულობა და სხვა სახის დანაკარგები ფინანსური კუთხით წარმოქმნას თქვენ ცხოვრებაში, ამიტომ ცოტა ყურადღებით ვიყოთ ფინანსური საკითხების მიმართ და კარიერული კუთხით მოდით ავუშვათ, რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება ამ კვირის განმავლობაში თქვენს, ასე ვთქვათ, პირად ძალისხმევაზე. რამდენად უფრო მეტი იქნება ეს ძალისხმევა და თან წინ დახედული მოქმედება, მით უფრო მეტად კარიერა განვითარდება ან განვითარებელი დარჩება. შეიძლება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნე დავადებულებს, მოდით აღვნიშნოთ, რომ აქ მოვარდოთ მსხვილი საგილების გაკეთებას, ხელშეკრულებების დადებას, მით უმეტეს თუ ეს ხელშეკრულებები ეხებიან ფინანსებს. ამ კუთხით შეიძლება სერიოზული პრობლემების შეცდომები ან დანაკარგების წინაშე აღმოჩნდეთ და მსხვილი საგილები მაინდამაინც არ გამოგადგება და არ აღმოჩნდებიან ისეთები, როგორც თქვენ ეს გსურდოთ, უფრო მეტის დაიხარჯება გაცილებით მეტი ფული, რაც მერე უკვე ფინანსურ პრობლემებს შეგიქმნით, ვიდრე თქვენ ეს წინასწარ გქონდათ ნავარაუდები. ამავდროულად მოდით აღვნიშნოთ, რომ ერგო ტონუსი თქვენი არ არის ჯერ სათანადო სიმაღლეზე, ამიტომ ნუ გადაეტვირთებით, მაქსიმალურად აკონტროლეთ თქვენი ემოციური მდგომარეობა და საერთოდ 2019 წელს ტყუპებისთვის მთავარი პრობლემა არის ფსიქოემოციური გაწონასწორობის მიღწევა, რაც არც ადვილი იქნება. რამდენად შეძლებთ ამ ფსიქოემოციური გაწონასწორობის მიღწევას, მით უფრო მეტად წელიწადი იქნება სასიკეთო და პირიქით ეს გავითვალისწინოთ. ეხლა რაც შეეხება კერჩხების ზოდიაქოს ნიშნე დავადებულებს, პირველ რიგში მოდით ავუშვათ, რომ ენერგო ტონუსი თქვენ მივხვდეთ იმისა, რომ მეტნაკლებად ინარჩუნებს გრადობას, მაინც შესაძლებელია კარიერულმა სირთულეებმა ეჩინონ მეტად თავი. აქ შეიძლება გეგმები ისე არ წარიმართოს, როგორც თქვენ ეს გსურთ, ან აბსოლუტურად სულ სხვა მიმართულება დაიკავონ ამ თქვენმა გეგმებმა. ამიტომ მე არ გეჩვევთ აქ ახალი პროექტების განხორციელებას, დაუშვათ ახალ პარტნიორებთან რაღაც ახალი საქმის დაწყებას, იმიტომ რომ აქ ურთიერთგაგების შემცირების ფონზე კონფლიქტურობა მატულობს. ამან შეიძლება აბსოლუტურად გააკაცყოს თქვენი ძალისხმევა და შეიძლება უფრო მეტი წყოლივე ამის შედეგად დაკარგოთ საკუთარი რეპუტაციაც კი. მაქსიმალურად აკონტროლეთ თქვენი ემოციები, რათა ემოციების უკონტროლო მოქმედებით თქვენ არ გახდეთ ასევე კონფლიქტების მსხვერპლი. რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს ნიშნე დავადებულებს, საკმაოდ რთული სიტუაციები წარმოიქმნებიან უკვე განსაკუთრებით სამსახურში, რამაც შეიძლება პროვოცირება მოახდინოს კონფლიქტების ან გაუგებრობის მათ შორის კოლეგებთან მიმართებაში. ამას შეიძლება ასევე შეარყიოს თქვენი ავტორიტეტი. აქ დაძაბული ასპექტი პლანეტა ურანისა მზესთან და აღმოვალ კარმულ კვანძთან სწორედ შექმნის ამ დაგვარ დაძაბულობას მეტად. ამიტომ მაქსიმალურად შეამცირეთ ასევე ფინანსური დანახარჯი, იმიტომ რომ ამას შეიძლება მოყვეს შემდგომ ფინანსური დამატებითი პრობლემები და შემოსავალი არ იქნება ისეთი, როგორც თქვენს ამას წინასწარელით და ამან შეიძლება დამატებითი სირთულეები შექმნას თქვენს ცხოვრებაში და ნუ მოაწართ ხელს ფინანსურ ხელშეკრულებებს. გასულდეთ, რომ თქვენი მოტყუების ტენდენცია მატულობს. მათ შორის შეიძლება აღმოჩნდეთ ფინანსური ავანტურისტების ხელში ამ პერიოდში, ან მათი აბსოლუტურად ფუჭი დაპირებების წინაშე, რაც შესაძლოა შექმნას დამატებით სირთულეებს. რაც შეეხება ქალწული ზოდიაქოს ნიშნე დავადებულებს, ცისკაბადონზე იუპიტერისა და ვენერას დაძაბული ასპექტი ნეპტუნის პლანეტასთან აქაც ხელს შეუწყობს პროვოცირება სხვადასხვა კონფლიქტებისა, როგორც სახლში, ასევე სამსახურში. ამიტომ მაქსიმალურად აკონტროლეთ საკუთარი ემოცია, მეტი ტაქტი, თავდაჭერა გამოავლინეთ ურთიერთობებში, მოერიდეთ ასევე გაუმართლებელ პრეტენზიებს, როგორც თქვენი მხრიდან, სხვათა მხრიდან შეიძლება პრეტენზიებმა მეტად ეჩინონ თავი და დაძაბონ ურთიერთობები, სხვათა დაუშვათ ნეგატიური ტენდენციები ან თვისებები, რომელიც თქვენ არ მოგწონთ, აი მათ მიმართ მოდით მეტი ლოიალურობა გამოავლინეთ. პირდაპირ სულჩენო მეახლეთ სხვა ადამიანს, რასაც ფიქრობთ, როგორც თქვენ ეს იცით და ამით ნუ გამოიყვანთ მას თონასწორობიდან და ნუ მიუთითებთ ესე პირდაპირ დაუშვათ იმ ნაკლოვანებებზე, რომელიც შეიძლება მათ აქვს და თქვენ ეს არ მოგწონთ. ამავდროულად უსიამოვნები შეიძლება საქმიან სფეროში გახდეს მიზეზი ფსიქოემოციური არასტაბილურობისა, ზედმეტად დიდ ტვირთს და სამუშაოს საკუთარ თავზე ნუ
მოაიღებ, ზედმეტ პასუხისმგებლობასაც მოაიღებ, ჯანმრთელობას მიაქცეთ ყურადღება, ფსიქოემოციური მდგომარეობა ასევე არასტაბილურია და მეტად აკონტროლეთ იგი, მაქსიმალურად მოვარდოთ ყველა სახის ურთიერთობების გარჩევას, როგორც სახში, ასევე სამსახურში და მაქსიმალურად მოვარდოთ ყველა სახის, მოდი ვთქვათ ასე, დაპირებების გაცემას, იმიტომ რომ შემდგომ შეიძლება რაიმე მიზეზის გამო ვერ შეასრულოთ ეს დაპირება და შეიძლება გახდეს არასასრული კონფლიქტების ერთ-ერთი მთავარი საწინდარი. სასწორი ზოდიაქოს, რაც შეეხება პირველ რიგში, მოდი ვთქვათ ასე, მოულოდნელმა მოვლენებმა და თქვენი მხრიდან სულ სწრაფმა გადაწყვეტილებებმა და არა მარტო თქვენი მხრიდან, შეიძლება თქვენი პარტნიორების მხრიდან სულ სწრაფმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება აბსოლუტურად დისჰარმონია შემოიტანონ ურთიერთობებში. ამაზე გვაფრთხილებს სხვათა შორის ცისკაბადონზე პლანეტა მარსის, რომელიც ვერძის ზოდიაქოს ნიშანშია, დაძაბული ასპექტი მერკურის და სატურნის პლანეტებთან. და აქვედან გამომდინარე პირადი პრობლემების გამო, ან შეიძლება ავადმყოფობის გამო, და ავადმყოფობა შეიძლება იყოს არა მარტო თქვენი მხრიდან, არამედ თქვენი ახლობელი ადამიანის ავადმყოფობა შეიძლება იყოს, ამის გამო შეიძლება აბსოლუტურად შეგეცვალოთ გეგმები. მათ შორის კარიული განვითარების გეგმები და მოიხდეთ სხვა, ასე ვთქვათ, საკითხებზე თქვენი ძირითადი დროის ენერგიის გადართვა, რაც რასაკვირველია მეორე გარკვეულწილად სერიოზულ კორექტივებს შემოიტანს და უმრავლეს შემთხვევაში ნეგატიურ კორექტივებს თქვენს გეგმებსა და საქმეებში. რაც შეეხება მორიელი ზოდიაქოს ნიშნით დავოდებულებს, აქ შეიძლება უფრო მეტად შეგეხსენონ თავი პრობლემებმა, რომელზედაც ფიქრი მაინდა-მაინც არ გცოლდათ. და ამასთან ერთად მათი გადაწყვეტისთვის დაგჭირდებათ არა მარტო საკმაოდ დიდი ძალისხმევა, არამედ საკმაოდ დიდი კაპიტალდაბანდება. ემოციურმა სირთულეებმა შეიძლება მეტად იჩინონ თავი და მათ შეიძლება პროვოცირება მოახდინონ კონფლიქტების. ამიტომ აქედან გამომდინარე, როგორც სახში, ასევე სამსახურში კონფლიქტების ტენდენცია მოიმატებს და ამიტომ აკონტროლეთ მეტად თქვენი ემოციები, თქვენი გაღიზიანება, მეტად ეს თუ ეს გაღიზიანება ემსახურება თავში და უბრალოდ წარმოიქმნა სამსახურში ან რაღაც ბიზნეს სფეროში, არ გადააყროთ ეს გაღიზიანება თქვენს ახლობლებს სახლში, იმიტომ რომ ეს გახდება კიდევ უფრო მეტი სირთულეების და უსიამოვნების ფაქტორი. რაც შეეხება მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით დავადებულებს, აქ მოგიხდებათ, ასე ვთქვათ, უკვე გარკვეულწილად გადასახდელების წინაშე დადგომა. ანუ, მოდი ვთქვათ ასე, თუ რაიმე ვალი გაქვთ, აი ამ ვალის გადახდის დრო მოდის სწორედ ახლა. გინდა თქვენ თუ არ გინდათ, კოსმოსი სწორედ ამის წინაშე დაგაყენებთ. ამიტომ თუ რაიმე გაქვთ ჯარიმა და დაჯარიმება იყო ან რაღაცა სხვა სახის გადასახადი გმართებთ, აუცილებლად ეცადეთ, რომ ამ კვირაში ამისგან განთავისუფლდეთ. მოერდეთ ყველა სახის ავანტიურულ მოქმედებებს, იმიტომ რომ შემდგომ გახდება სერიოზული დანაკარგების და უსიამოვნების ფაქტორი თქვენს ცხოვრებაში და ვთქვათ, მოდით ეს ზედაპირულად მიუდგებით იმ ვალდებულებებს, რომელიც თქვენი შესასრულებელია. წინამორბედ შემთხვევაში ამას შეიძლება ახალი, მათ შორის კარიული პრობლემებიც შექმნოს თქვენს ცხოვრებაში. რაც შეეხება თხისკა ზოდიაქოს ნიშნით დავადებულებს, აქ უკვე მიხვდეთ იმის, რომ ენერგოტონუსი თქვენი მაღალია, ჯანმრთელობა მეტნაკლებად მდგრადია და ასე შემდგომ, მაგრამ საერთო ნეგატიური ტენდენციის შედეგად ინტრიგების ტენდენცია, ფავრული მტრეების, ჭორების ზოგიერთ შემთხვევაში ტენდენცია თქვენ საწინააღმდეგოდ უფრო მეტად იქნება აგორებული. აქ შეიძლება სხვადასხვა სახის გაუგებრობა ეჩინონ თავი, იმიტომ რომ აქ ნეპტუნის და იუპიტერის დაძაბული ასპექტი ქმნის სწორედ გაუგებრობებს, ზოგიერთ შემთხვევაში ილუზიებსაც კი. ამიტომ წინასწარ განუსაზღვრელი სიტუაციების კვირა შეიძლება ესე უწოდოთ მას. ამიტომ უმჯობესია მიხვდეთ იმიტომ რომ კი გასაგები ამზე გადის თქვენ ზოდიაქოს ნიშანს, მაგრამ ეს ამ ტენდენციებმა შეიძლება დანაკარგიც მოიტანონ და პრობლემები და შეცდომები თქვენ ცხოვრებაში. ამიტომ უმჯობესია მაინც მშვიდად განვლოთ ეს პერიოდი ყოველდღიური საქმეებით, შემოიფარგლოთ, ან უფრო მეტად დავისვენოთ და ყოველ შემთხვევაში რაღაც მნიშვნელოვანი მithumetes საკითხები და გადაწყვეტილებები ამ პერიოდში უკვე არ მივიღოთ, რათა ეს არ გახდეს შემდგომ არასწორი მოქმედების ერთ-ერთი საწინდარი. რაც შეეხება მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დავადებულებს, ერთ-ერთი ურთულესი პერიოდია ამ წლის განმავლობაში ალბათ თქვენთვის. ფავრული მტრეები, ჭორები, ინტრიგები, კონკურენტული ბრძოლა, მოწინააღმდეგების მოქმედებები თქვენ საწინააღმდეგოდ ყოველფერი ეს მოიმატებს. ენერგოტონუსი თქვენი დაბალია. ამიტომ გაუფრთხილდით მაქსიმალურად საკუთარ ჯანმრთელობას. ინფექციური დაავადებების ალბათობა მაღალია. ფსიქოემოციური მდგომარეობის არასტაბილურობა მეტად იჩენს თავს. მოგასაგებია, რომ აქამდე ეს უფრო ადვილი იყო მეტნაკლებად, იმიტომ რომ მაინც საზეიმო ვითარება
იყო რაღაც იყო საკეიფო სიტუაცია და ასე შემდგომ და ეს უფრო მეტად ასე ვთქვათ ცოტა აბსუბუქებდა ამ ტენდენციას, მაგრამ ახლა უკვე ეს ყველაფერი დასრულდება ფაქტობრივად ხვალიდან და დაიწყება ძალიან ისეთი ვთქვათ რთული ტენდენციების პერიოდი, რომელიც პირველ რიგში სწორედ მერწყულებს შეეხება. ამიტომ მაქსიმალურად გავფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას, არაფერი ახალმნიშვნელოვანი განსაკუთრებული სარისკო არ დავიწყოთ, ყოველგვარი საქმეებით შემოიფარგლოთ და გახსოვდეთ, რომ კონფლიქტების ალბათობა მაღალი, ამიტომ მაქსიმალურად აკონტროლეთ საკუთარი ემოციები. და აქ მზის დაძაბული ასპექტი ურანის პლანეტასთან, მერკურის დაძაბული ასპექტი მარსის პლანეტასთან შექმნის სხვადასხვა სახის მოულოდნელ პრობლემებს, კონფლიქტებს. მაქსიმალურად გავფრთხილდით ფულს. იმიტომ რომ არ არის გამორიცხული, რომ შეიძლება ფინანსური დანაკარგების, მათ შორის ქურდობის, თქვენ საწინააღმდეგო ქურდობის წინაშე აღმოჩნდეთ. ან ისეთი რამ შეიძინოთ, რაც აბსოლუტურად არ გამოგადგება და ფაქტობრივად გადაყრილი ფული იქნება ყოველივე ეს. აქვე აღნიშნოთ, რომ შეცდომების ტენდენციის ალბათობა თქვენი მხრიდან მაღალია, რამაც შეიძლება დამატებითი პრობლემების შექმნას ასევე თქვენს ცხოვრებაში. ამიტომ ამ მხრივ ვიყოთ ცოტა მეტად ყურადღები და ფრთხილად ამ კვირის მიმართ. და რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშანს, უპირისკოლის ამოდით ამშვით, რომ თქვენს ცხოვრებაში დაძაბული ასპექტები პლანეტა ნეპტუნისა, იუპიტერთან და სატურნისა, მარსთან დაძაბავს სიტუაციას. ამიტომ აქ შეიძლება აბსოლუტურად განსხვავებული ინტერესთა დაჯახება მოხდეს თქვენსა და თქვენს პარტნიორებს შორის, თქვენსა და თქვენს მოდით ვთქვათ ასე მფარველებს შორისაც კი, ან სპონსორებს შორისაც კი. ამას შეიძლება სერიოზული სირთულეები შემოიტანოს თქვენ კარიერულად, ვთქვათ, განვითარების კუთხით. აქ ვეცადოთ არაფერი არ დაგვემოთ, არავითარი მით უმეტეს სულსწრაფი განსაკუთრებები არ მივიღოთ. მე მაგალითად გირჩევთ, რომ აქ მეტად პატარა პაუზა გავაკეთოთ, პატარა ტაიმ-აუტი აიღოთ, ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ და უფრო მშვიდ ცხოვრების რიტმზე გადაერთოთ უფრო ინდივიდუალურ შემოქმედებაზე. და ეს ყველას მინდა ვთხოვო, რომ ეს პერიოდი ამ კვირას ხო ეხება და მათ შორის შემდეგი კვირის 21 რიცხვს განსაკუთრებით შემდეგ ორშაბათს. ანუ იმიტომ რომ იქ ჩვენ გვაქვს მთვარის დაბნელება, რომელიც დააგვირგვინებს ამ ნეგატიურ ტენდენციებს განსაკუთრებული ძალით. ამიტომ ეს ინფორმაცია ეხება აბსოლუტურად ყველა ამ ზოდიაქოს ნიშანს, მათ შორის 21 იანვრის ჩათვლითაც აბსოლუტურად აქტუალურია ეს ყველასთვის. და ეს გავითვალისწინოთ. ეხლა მოდით ამოვშოთ კიდევ სხვა ტენდენციები, ვისაც აქვს საქმე დავუშვათ ფინანსებთან, ან ბიზნეს საქმიანობის კუთხით. მოდით ამოვშოთ მათ გასაგებად, რომ 14-17 იანვრის პერიოდი მეტნაკლებად მიუხედავად ამ სირთულეებისა, ეს სირთულეები რაც ყველა გასათვალისწინებელია, ყოველი რაც აუჩნდათ, მაგრამ მეტნაკლებად კიდევ ხელს უწყობენ რაღაც დავუშვათ ვაჭრობის სფეროს, ბიზნეს საქმიანობას, გარკვეულ მოლაპარაკებებს, ხელშეკრულებების დადებასაც კი თუ იმოქმედოთ პრინციპით შეჯარგაზო მერთხელ გაჭერებთ ხილად წინ და ხადულად. ხოლო აი უკვე 18 რიცხვიდან 18 იანვრიდან 21 რიცხვის ჩათვლით, აქ ყველაზე კრიტიკული პერიოდი. აქ შეცდომების დაშვების ალბათობა მაღალია, მოტყუების ალბათობა მაღალია, სხვადასხვა ინტრიგების, სხვადასხვა ჭორების და სხვადასხვა უსიამოვნებების ტენდენციები მაღალია. ამიტომ ყველაზე კრიტიკული პერიოდი ჩვენ გვაქვს 18-21 იანვრის შვალედი და ეს გავითვალისწინოთ. რაც შეეხება ახლა მოგზაურობას, მზავრობას, ვინც დავუშვათ აპირებს, მათ გასაგებად დავნიშნოთ, გასაგონათ, რომ 14-15 იანვრის პერიოდი მეტნაკლებად ხელს უწყობს, ვთქვათ, კიდევ მგზავრობას. კარგი იქნება თუ აი მარშრუტი თქვენი სამგზავრო წინასწარ იქნება კარგად დაგეგმილი. 16 იანვარი, მოდით ვთქვათ ასე, მეტნაკლებად ასე ვთქვათ, კიდე ხელს უწყობს ამ პროცესებს. აი უკვე 17 იანვრიდან 21-ის რიცხვით, რას ყველი აქ უმჯობესია მაქსიმალურად შევიკავოთ თავი ყველა საქმის მოგზაურობისა და მგზავრობებისადმი. იმიტომ რომ აქ უფრო მეტი სირთულეები და უსიამოვნებები გექნება და სხვა სახის პრობლემები. რაც შეეხება სასკოლო პარტნიორულ ურთიერთობებს, მეტნაკლებად, მოდით ვთქვათ ასე, 14-17 იანვარი კიდევ მეტნაკლებად ხელს უწყობს, ასე ვთქვათ, ურთიერთობებს, მაგრამ აი 18-დან 18 იანვრიდან 21 იანვრის ჩათვლით განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, იმიტომ რომ აქ გულაცრუება პარტნიორში, დაშორება, სხვა სახის კომპლიმენტი, ეს ყოველივე სხვა სახის კონფლიქტები და ასე შემდგომ ეს ყოველივე მოიმატებს და ამიტომ ვეცადოთ, რომ აი ეს პერიოდი უკვე ძალიან ფრთხილად გამვლოთ, არ ვიკონფლიქტოთ და საქმეები არ გავარჩიოთ, რათა ეს არ გახდეს სერიოზული უსიამოვნებების და პრობლემების ერთ-ერთი საწინდარი. და აქ მოდით ამოვშოთ გეომაგნიტური დღეების შემდეგ კვირისა, ციტესის დღეები, რომელთა მსვლელობისას
ნეგატიური კოსმოსური ენერგია მეტ პრობლემებს უქმნის ადამიანის გულ-სიძარღვან სისტემას, ნერვულ სისტემას, რაც შეიძლება გახდეს თავის მხრივ მიზეზი. თავის ტკივილებისა, უგონებობისა, წნევასთან დაკავშირებული პრობლემებისა და სხვა დისკომფორტული მოვლენების, ამიტომ ვეცადოთ ეს დღეებში მეტად შეზღების და გვარად დავისვენოთ თქვენ ურთიერთობა უშუალოდ ბუნებასთან, ხელოვნებასთან, სასიამოვნო ადამიანებთან მეტად გამოიყენოთ წამლის პროფილაქტიკა თუ არტერიული წნევის პრობლემები გვაქვს. აი ესეთი დღეები ჩვენ გვაქვს 14 ხვალინდელი დღე, ანუ იანვრისა ორშაბათი დღე, ასეთივე ჩვენ გვექნება გეომაგნიტური შემდეგ კვირის განმავლობაში უკვე პარასკევი, ეს არის 18 რიცხვი და კვირა დღე, ეს არის 20 იანვარი. სამივე გეომაგნიტურია და ვეცადოთ რომ ეს დღეები მეტად ხილად გამძლო და 21-იც მინდა აქვე მივაყოლო ამის შემდეგი ორშაბათის გეომაგნიტური. ამიტომ კვირა და ორშაბათის შემდეგი ასევე მოდი თქვათ ასე გეომაგნიტური დღეები. რაც შეეხება მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდებს, იცით ეს ის პერიოდებია, რომლებთან მსვლელობისას ნეგატიური მთვარის ენერგია ზედმეტად ადუნებს ყურადღებას ადამიანებს, შეიძლება გახდეს მიზეზი ამ პერიოდში არასასურველი, მოდი თქვათ ასე ტრავმებისა და ავარიებისაც ამ პერიოდში ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეებისგან. ასეთი პერიოდები ჩვენ გვაქვს, ესე იგი, ხვალ მაგალითად საღამოს 19 საათიდან 56 წუთიდან 22 საათამდე და 32 წუთამდე. შემდგომ 16 იანვარს 4 შაბათს 21 საათიდან 34 წუთიდან ღამის პირველ საათამდე, 5 შაბათს 17 რიცხვში ღამის პირველი საათიდან დილის ფაქტობრივად 5 საათამდე, აი ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია ყოველივე და მივაქციოთ ყურადღება ასევე შაბათ დღეს, ეს არის 19 იანვარი, აქ 5 საათიდან 32 წუთიდან, დილის 5 საათიდან 32 წუთიდან, დილის 7 საათამდე 45 წუთამდე გვექნება ჩვენ ასევე ამ ტენდენციების პერიოდი. ახლა რაც შეეხება უკვე სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს შემდეგი კვირისა, ამაზე ჩვენ რასკვირია ვისაუბრებთ, მაგრამ ახლა მოგვისწრო უკვე მოდი თქვათ ასე რეკლამა. გავალთ ახლა მცირეოდენ ტაიმ-აუტს ავიღებ, პაუზას, გავალთ სარეკლამო პაუზას და შემდგომ გავაგრძელებთ უკვე ჩვენს ურთიერთობებს, ჩვენს ეთერშია რეკლამა. ვარ მიხეილ ცაგარელი და ვსაუბრობთ ჩვენს პირველ 2019 წელს პირველ გადაცემაში ასტროლოგიაზე. ანუ რა ტენდენციები გველოდება უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, აი ამაზე სწორედ გავაგრძელოთ ახლა საუბარი. აღვნიშნეთ გეომაგნიტური დღეები, აღვნიშნეთ მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდები, ახლა მოვიტანოთ ცალი შტრიხით, მოდით შემდეგ კვირის სათითაო დღე. ნუ მაგალითად ხვალინდელი დღე 14 რიცხვი მოულოდნელი სურპრიზების დღეთ იწოდება. აქ ძალიან კარგია სულთქვითი ვარჯიშების ჩატარება, არომათერაპია, საკვებრაციონიდან ყავის, ჩაის, ალკოჰოლის ამოღება იქნება ძალიან სასურველი და კარგი. სამაგეროდ სასიკეთოა მაგალითად თუ მივიღებთ საკვებად ბოსტნეულს, უცხიმო თევზს, ამ ფრინველის ხორცს, აი ეს მეტად სასიკეთოდ ემოქმედებს დაუშვათ ორგანიზმზე. 15 რიცხვი იანვრისა სამშაბათი დღეა. კარგი იგი სერიოზული და მნიშვნელოვანი საქმის დასაწყებად, საოჯახო ტრადიციების გასავითარებლად, სასიყვარულო ურთიერთობებისათვის, ახალი ნაცნობობისათვის, შემოქმედებითი მუშაობისათვის. 16 იანვარი 4 შაბათი დღეა პოზიტიურია, იგი გამზომი ყველა სახის სამუშაოების ჩასატარებლად, სცენარების გადარგვისათვის. მაგალითად იგივე ფუტკრის ოჯახის დამუშავებისათვის, ხეხილის და ბუჩქოვანი მცენარეების დასარგავად, ხელსაყრელ სიგრძეში ლობიოს თესვას, ამავდროულად მოვერიდოთ წიწაკის ნიორის თესვას, რთული დღეა სარისკო მოქმედებებისა და სულსწრაფი გადაწყვეტილებებისათვის. აბსოლუტურად არალოგიკური იქნება თქვენი მოქმედება და აქედან გამომდინარე შესაბამის ტენდენცია მაღალია. 17 რიცხვი 5 შაბათი დღე იანვრისა, კარგია იგი მხატვრული შემოქმედებისათვის, დაიცავეთ მეტად სისუფთავი და წესრიგი. მოერიდეთ ჩახუთულ უხაერო სივრცეებს. აქ ისედაც ფილტრებს უჭერთ ცოტა, თუნდაც ეს გავითვალისწინოთ, ყურადღება მიაქცეთ წვრილ მანებს და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობებს. ეს იქნება ფრიად მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ახლა პარასკევს. პარასკევი ეს უკვე 18 იანვარია. ამ დღეს იყავით მეტად აქტიური. დაიცავით აუცილებლად სამართლიანობა. აქ სასიკეთოა იგი მრავალფეროვანი კონტაქტებისთვის, გარკვეულწილად ინფორმაციის მისაღებად, რეკლამისა და ინტერვიუსათვის. ამ ხრივაც ეს დღე უფრო სასიკეთოა. თუმცა გახსოვდეთ, რომ 18-დან უკვე იწყება განსაკუთრებით რთული პერიოდი, ალბათ ყველაზე რთული ამ კვირის განმავლობაში, რომელიც 22 რიცხვის ჩათვლით გასტონს. და მთელი თვის განმავლობაში ალბათ აი ეს დღეები იქნება ყველაზე დაძაბული და რთული. 19 რიცხვი, შაბათი დღე, მოერდეთ აქ რთული საქმეების შესრულება
განმავლობას, ეცადეთ შეენარჩუნოთ სიმშვიდე. სახლში პირველ რიგში სიმშვიდე უნდა იყოს შენარჩუნებული მაქსიმალურად და ეს არის შინაგანი ტრანსფორმაციის დღე და არც არის გასაკვირი ნათლისღების დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ხელს უწყობს შინაგან გარკვეულ ტრანსფორმაციას, სულიერ ტრანსფორმაციას. რაც შეეხება 20 რიცხვს კვირა დღეს, აი ეს მნიშვნელოვანი დღე იმ კუთხით, რომ Z ტოვებს უკვე აქ თხის გაზოდიაქოს ნიშანს და 13 საათზე და 1 წუთზე იგი გადაინაცვლებს უკვე ერთი თვით მერწყული ზოდიაქოში. რის გამოც ადამიანთა ხასიათი უფრო მეტად ამ პერიოდიდან გამახვილდება. თავისუფლებისადმი მიდრეკილება, დიპლომატიურობა, ორიგინალურობა და სპონტანური იმპროვიზაციის უნარი, მეტი კომუნიკაბილურობა, სიახლეებისა და რეფორმებისადმი განსაკუთრებული მიდრეკილება, დემოკრატიული პრინციპებისადმი ასევე უფრო მეტი ლოიალური დამოკიდებულება და დემოკრატიული ფასეულობების მეტად, ასე ვთქვათ, წინაპლანზე წარმოჩენა, თუმცა ეს ასევე იქნება დაკავშირებული სიჯულით, ზოგჯერ სიზარმაცის, უსწრაფობის და უღერათობის გამოვლენასთანაც. თუმცა კვირას ვეცადოთ, რომ არ აყვეთ პროვოკაციებს, იმიტომ რომ რთული დღეა და მაქსიმუმად და მithumetes ეს არის თვარის დაბნელების წინა დღე, რომლის შეობისას ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სულიერი სიმშვიდის შენარჩუნება. ეს აბსოლუტურად ყველას ეხება. მithumetes 21-ში უკვე თვარის დაბნელება გვაქვს და სავსე მთვარეობა, რომელიც ძალიან მძიმედ მოქმედებს ტრადიციულად ადამიანებზე და ემოციურ არასტაბილურობას იწვევს და აქედან გამომდინარე ქმნის მეც სირთულეებს და პრობლემებს და მithumetes გაითვალისწინებთ, რომ აქ უკვე ეს ყველაფერი ხდება კერჩხიბის ზონაში და კერჩხიბის ძალიან მძიმედ იტანს ყველა სახის დაბნელებებს. ამიტომ კერჩხიბებს თხის სასწორს ვერც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ უკვე 20 და 21 იანვარს აი შემდეგი კვირისა ეს დღეები განსაკუთრებულად ფრთხილად უნდა განვლოთ და მაქსიმალურად აკონტროლოთ საკუთარ ემოციას. შეგვიძლია სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს ვისაც განზრახული შემდეგ კვირის განმავლობაში მაგალითად კურნალობის დაწყება. აი მათ გასაგონოთ მინდა აღნიშნო, რომ 16, 18, 19 იანვრის დღეები კარგია კურნალობის დასაწყებად. ცუდი არც ერთი დღე არ არის, დანარჩენი დღეები ნეიტრალურია. თქვენცით რომ თუ ვერ ახერხებთ დაუშვათ კარგ დღეებში, ნუ შეგიძლიათ აერჩიოთ ნეიტრალური დღეები. თავყრია რომ უარყოფით დღეებში არ დაიწყოთ კურნალობა. ვისაც განზრახული აქვს მოგზაურობა, მათთვის ყველაზე კარგია 14 და 15 იანვრის დღეები, დანარჩენი დღეები, ნუ მეტნაკლებად ნეიტრალურია, თუმცა მაინც მოვერიდოთ, რასაკვირველია 20-22 იანვრის შუალედში ყველა სახის მოგზაურობას, თუმცა იცით რომ 18 რიცხვიდანაც ცოტა გამძაფრდება და დაიწყება ყველა სახის სამოგზაურო პერსპექტივა. სამსახურის შესვლის კუთხით ყველაზე კარგია 14 და 15 იანვრის დღეები, ასევე კარგია 17, 19 იანვარი, არ ვარგავ 16 იანვრის დღე. დანარჩენი დღეები ნეიტრალურია. ხელშეკრულებების დასადებად მოდით დავუშვათ, რომ 17 იანვარია კარგი, არ ვარგავ 15 იანვრის დღე, დანარჩენი დღეები მეტნაკლებად ნეიტრალურია. ქორწინებისთვის ყველაზე კარგია 14 და 19 იანვარი და არ ვარგავ 15 და 16 იანვრის დღეები, დანარჩენი დღეები ნეიტრალურია. ბინის ყიდვა გაყიდვისათვის, ახალ ბინაში გადასვლისათვის კარგია, მაგალითად დღეები, როგორც არის 14, როგორც არის 19 იანვარი, არ ვარგავ 16 იანვრის დღე. დანარჩენი დღეები აქაც საშუალოა. მშენებლობის დასაწყებად სარემონტო სამუშაოებისათვის ყველაზე კარგია 14 და 19 იანვარი, არ ვარგავ 17 იანვრის დღე. სხვილი საღებლებისთვის აქ აღნიშნოთ, რომ არ ვარგავ 15 და 16 იანვრის დღეები, დანარჩენი დღეები ნეიტრალურია, კარგი არც ერთი არ არის. სასამართლო პროცესების დასაწყებად ყველაზე კარგია 17 იანვარი, არ ვარგავ ამ მხრივ 15 იანვრის დღე. დანარჩენი დღეები მეტნაკლებად ნეიტრალურია, ანუ საშუალოა. ეხლა რაც შეეხება ფინანსურ რიტუალებს, იცით თქვენ ეს რიტუალები და მოქმედებები, რომლის შეობისას თქვენ შეგიძლიათ ან მოიზრდოთ ფინანსური ეგრეგორი და გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა, ან პირიქით შეგიძლიათ გაიორესოთ ყოველივე ეს ამა თუ იმ მოქმედებების მეშვეობით. აი რა მოქმედებებია შემდეგ კვირის განმავლობაში. ხვალ მაგალითად 14 იანვარს ძალიან კარგია ნებისმიერი ქველმოქმედება, რაც მოიზიდავს თქვენდამი ფინანსურ ეგრეგორს და კეთილ განწყობას. მაგრამ ხვალ არაერთი შემთხვევაში არ გადათვალოთ სხვისი ფული, ეს შემდგომ წაიღებს თქვენს ფულს. გაითვალისწინეთ. 15 იანვარი სამშაბათი კარგია, საფულის შეძენა, ფულის ვალში გაცემა, ნაღება, კაპიტალ დაბანდება და ფულის გადათვლა. ეს შემოიტანს თქვენდამი სასკეთოს შემდგომ დამატებით სახსრებს. ხოლო 16 იანვარი 4 შაბათი კარგია ფულის გადათვლისათვის, ასევე არ ვარგა ეს დღე სხვათა საფულეში ჩასახედად. ეს უკვე გაიტანს შემდგომ თქვენს ფინანსურ ეგრეგორს.
17 იანვარი კარგია ნებისმიერი სახის, მათ შორის ფინანსური სახის ქველმოქმედება, მაგრამ არ ვარგა ფულის გადათვლა. 18 იანვარი აქ კარგია ასევე ნებისმიერი ქველმოქმედება, მაგრამ არ ვარგა სავალუტო ოპერაციების ჩატარება. 19 იანვარს ასევე კარგია ქველმოქმედება. და აქ უარს ნუეთყვით, ასე ვთქვათ, გაჭირებულ ადამიანებს, დაუშვათ თუნდაც ფინანსურ დახმარებაზე. 20 იანვარი შემდეგი კვირა დღე კარგი ასევე იყო ნებისმიერი ქველმოქმედება, მაგრამ არ არის სასურველი კაპიტალდაბანდება, ფულის ვალში გაცემა, ნაღება, სარკის და საათის შეძენა. ეს ყოველივე შემდგომ უკვე გაიტანს საკმაოდ დიდ ფინანსურ წყაროებს თქვენგან და შექმნის უკვე მატერიალურ პრობლემებს. ეს რაც შეეხებოდა ფინანსურ, ასე ვთქვათ, რიტუალებს, რაც შეეხება ახლა უკვე ანგელოზის საათს. საკმაოდ კარგ დროს აგვაქვს უკვე ჩვენ ანგელოზის საათი, მინდა გითხრათ, მოსახერხებელია ეს დრო, ამიტომ თქვენ გეძლევათ საშუალება, რომ აქ უფრო მშვიდად ჩაატაროთ ეს რიტუალები ანგელოზის საათთან დაკავშირებული და რას მდგომარეობს ეს ყოველივე. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ეს არის ის დრო, რომელშიც ყველაზე დიდია მოსაუდნელი კონტაქტი თქვენსა და თქვენს მფარველ ანგელოზს შორის. თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ მას თხოვნით. თხოვნა უნდა იყოს ადეკვატური იმისა, თუ რას იმსახურებთ, რაც ყველა ამას გადაწყვეტს უკვე სამყარო, რამდენად იმსახურებთ იმას, რომ თქვენი თხოვნა იყოს შესრულებული. აქედან დავიწყოთ და ამავე პერიოდებში შეგიძლიათ რაღაცა კარგი საქმე დაიწყოთ და ან შეასრულოთ და იგრძნობს სხვა შორის, რომ მფარველი ანგელოზი გეხმარებათ ამ კეთილი კარგი საქმის შესრულებაში, ან კეთილი საქმის შესრულებაში, ეს გავითვალისწინოთ. კარგი იქნება თუ ამ პერიოდში არავინ არ შეგისლით ხელს, იმიტომ რომ ეხლა რა ხნის განმავლობაში გაგრძელდება თქვენი დაუშვათ საუბარი მიმართვა მფარველ ანგელოზის, ამას უკვე თქვენზეა დამოკიდებული. მთავარია რომ დროის ამ ფარგლებში ჩაეტიოთ, რომელსაც ჩვენ ახლა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ერთწუთიანი მიმართვა, შეიძლება იყოს დაუშვათ ნახევარსაათიანი, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული, როგორც გინდათ, აი რამდენი ხანს გინდათ დავუთმეთ ამ პროცესს. ესეთი პერიოდები ჩვენ გვაქვს ხვალ 14-ში, 14 იანვარს 19 საათიდან 24 წუთიდან 20 საათამდე და 7 წუთამდე. ზეგ სამშაბათს 15 იანვარს 19 საათიდან 22 წუთიდან 20 საათამდე და 5 წუთამდე. 16 იანვარს ეს 4 შაბათი დღეა, 19 საათიდან 20 წუთიდან 20 საათამდე და 3 წუთამდე. 17-ში ეს უკვე 5 შაბათი დღეა, 17 იანვარს 19 საათიდან 17 წუთიდან 19 საათამდე 59 წუთამდე. 18 იანვარს პარასკევს 19 საათიდან 13 წუთიდან 19 საათამდე 56 წუთამდე. 19 იანვარს ანუ შაბათს 19 საათიდან 9 წუთიდან 19 საათამდე 53 წუთამდე. და შემდეგ კვირა დღეს 20 რიცხვში 19 საათიდან 5 წუთიდან 19 საათამდე და 59 წუთამდე. ეს არის ანგელოზის საათი, რომელსაც თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ მას. თქვენი სურვილებით. ეხლა მოდით დავუხსნოთ ისიც, რომ ჩვენ გვაქვს ჟურნალი ჰოროსკოპი პლუს რევიუ, რომელიც არის ყოველთვიური, მოგეხსენებათ, საინტერესოა იგი რით. იმის გარდა, რომ აქ ჩემი პუბლიკაციები ეცით ყოველთვიური ასტროპროგნოზია, ზოდიაქოს ნიშანთათვის, ამის გარდა ამ შემთხვევაში ჩვენ აქ გამოვაქვეყნეთ ასევე თეთრი მთვარის მნიშვნელობა, მფარველი ანგელოზის, ანუ სელენას მნიშვნელობა და შეგიძლიათ იპოვოთ აქაც სელენას ზეგავლენა თქვენზე. ამის გარდა აქ სტუმარია ჩვენი ჰოროსკოპი რევიუსი ქალბატონი ეკა კვარაცხელია, რომელიც ძალიან საინტერესო აღმოსავლური ზოდიაქოს ნიშნების პროგნოზს გვთავაზობს. აქ მათ შორის სტიქიების კუთხით ეს საქართველოში ჯერ არ გაკეთებულა. მინდა პირდაპირ მივულოცო ქალბატონ ეკას. ეს პირველად არის ესეთი რამ, რომ სტიქიების მიხედვით სათითაო ზოდიაქოს ნიშნის ასტროპროგნოზი იყო ზოგადი პროგნოზი, მაგალითად ცხენის წელიწადში დაბადებული ადამიანისთვის როგორ იქნება 2019 წელი. კი, ეს იყო, არის, კი ბატონო, ამაში არ გასაკვირია, მაგრამ იგივე ცხენის წელიწადში დაბადებული ადამიანი, როგორც ნებისმიერ სხვა წელიწადში დაბადებული, იყოფა 5 სტიქიად. მიწის, წყლის, ჰაერის, ლითონის და ასე შემდგომ ცეცხლის სტიქიებად და აი აქ არის სწორედ ეს ინფორმაცია, მაგალითად მიწის სტიქიის ცხენის წელიწადისთვის როგორ იქნება 2019, წყლის სტიქიის ცხენის წელიწადისთვის, ლითონის სტიქიის ცხენის წელიწადისთვის როგორ იქნება და ასეთ ყველა ნიშნისთვის. აი ესეთი პროგნოზი ჯერ ჩვენთან არ დადებულა, პირდაპირ შემიძლია ვაღიარო, მეულოცო ქალბატონ ეკას ესეთი საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა და ეს ყველაფერი სწორედ ჟურნალშია ჰოროსკოპი პლუს რევიუ. მაგრამ ეს არის ყოველთვიური პროგნოზი, თქვა ჟურნალი, რომელიც ახლა იყიდება თავისთავად, არ აგვერიოს ეს იგივე ჰოროსკოპ პლუს რევიუსთან, ოღონდ საახალწლო ნომერთან. აი ეს არის საახალწლო ნომერი.
ეს ნომერი აქ არის მხოლოდ ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშანთათვის 2019 წლის ჩემს მიერ მოწოდებული. აქ კი არის ყოველ ამ თვის პროგნოზები და სხვა ინფორმაციაც, მათ შორის გაბატონ ეკა კვარაცხელიას ფენშუის სპეციალისტის ძალიან საინტერესო ინფორმაცია აღმოსავლური ზოდიაქოს ნიშნების შესახებ. იმედია ეს არ აგვერევა. ამის გარდა შეიძლება რომ გამოსულია ბატონი დურმიშკან ყიფიანის მთვარის კალენდარი, სადაც არის თესვის, ყვავილის, ფოთლის დღე, თქვათ, უამრავი სხვა საინტერესო ინფორმაცია დაკავშირებული იგივე ფუტკართან, იგივე ამინდთან, ჯანმრთელობასთან, მთვარის ფაზებთან დაკავშირებით და ასე შემდგომ. ამიტომ ეს ინფორმაცია შეიძლება 25 წელი უკვე გამოდის ეს კალენდარი და ძალიან მნიშვნელოვანია. იმედია რომ მით უმეტეს ვინც დაკავშირებულია სასოფლო სამეურნეო სფეროსთან, მათთვის ეს იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი. იცით რომ გამოსულია პატარა ბროშურა ჟურნალი შენი ჰოროსკოპი და ასევე დიდი ჟურნალი ჰოროსკოპი, სადაც არის აღნიშნული შორის საზოგადოებრივი პოლიტიკური პროგნოზი თავისი გრაფიკებით და დედამიწის ენერგოველს თქვენ ხედავთ. აქ არის აღნიშნული პოზიტიურ თუ ნეგატიურ ენერგოველშია და რომელ თვეებში და ეს გვაძლევს საშუალებას იმისა, რომ შესაბამისად გაითვალისწინოთ აი ეს ნეგატიური ენერგია, პოზიტიური ენერგია რა ტენდენციებს ქმნის ამ თვის განმავლობაში. ამის გარდა აქ არის ინფორმაცია, რომ სკოლია თითოეული დღის განმავლობაში ყოველ 6 საათში ენერგეტიკის მდგომარეობის შესახებ თქვენ გაქვთ აქ ინფორმაცია. და შეგიძლიათ განსაზღვროთ როგორი ენერგია იქნება დღის განმავლობაში, დილით, შუადღეზე, საღამოს და შემდგომ. და აქ არის სასკოლო რეკომენდაციები, იგივე დაუშვათ მთვარისთან დაკავშირებული რა რეკომენდაცია საკვების კუთხით, ჯანმრთელობის კუთხით და სხვა სახის თვალსაზრისით. ამის გარდა აქ ჩვენ გვაქვს რა სკოლია ასტროპროგნოზი 2019 წლისა ზოდიაქოს ნიშანთათვის, როგორც აღმოსავლური, ასევე დასავლური ზოდიაქოს ნიშნების შესახებ. და ამავე ჟურნალში ჩვენ გვაქვს შიგნით ჩადებულია დიდი ასტროლოგიური კალენდარი, სადაც არის 12 ზოდიაქოს ნიშნის 2019 წლის დადებითი და უარყოფითი დღეები და ახალთვარეობის, სავსემთვარეობის დღეები, შეგიძლიათ ეს გაითვალისწინოთ თქვენი მოქმედებისას. ამის გარდა ჩვენ გვაქვს სამედიცინო ასტროლოგიური კალენდარი, სადაც არის აღნიშნული რომელ პერიოდებში არ არის სასურველი ამა თუ იმ ოპერაციის ჩატარება და რომელ ორგანოებთან მიმართებაში და ასევე ბიზნეს შემოქმედებითი სასწავლო კალენდარი, სადაც ასევე არის აღნიშნული პოზიტიური უარყოფითი დღეები ამ სფეროებთან დაკავშირებული. ანუ ამ ინფორმაციით ხარ გაფრთხილებული, ანუ შეიარაღებული. ეს ყოველივე შეგიძლიათ შეიძინოთ, იმიტომ რომ ეკედება მთელი საქართველოს პარკლებში, მათ შორის დაუშვათ ბიბლუსის მაღაზიებს, შეგონთ როცა შეყოთ ბიბლუსის მაღაზიებს, რადგანაც ბიბლუსის მაღაზიების ხელმძღვანელობა არ ვიცი მალავს ამ ინფორმაციას, ან დებს ისეთ ადგილას, რომელიც არ ჩანს და თვალში არ ეცემა, ამიტომ მოთხოვეთ აუცილებლად იქ მომსახურებ პერსონალს, რომ აი ეს გამოაჩინოს ეს ჟურნალები. ასევე მარჯანიშვილის მეტროს წინ შეგიძლიათ ასკოლე ბუკიას ბაღთან მდებარე თბილისში ჯიხურში იცით თქვენ აქ იყიდება ტრადიციული უკვე მრავალი წელია 20 წელიწადზე მეტი ასტროლოგიური ლიტერატურა ლატარეს ჯიხურებში და ასე შემდგომ ყველგან არის ეს დარგებული. ამიტომ თქვენ შეგიძლიათ იყოთ გაფრთხილებული ან შეარაღებული ამ ინფორმაციით და ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ჩვენ რეალურად იმედია შევხვდით ახალ წელს იმ რიტუალების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ აღნიშნეთ და ნუ ახლა აქ იყო რაღაც გარკვეული კაზუსები, მოგეხსენებათ მათ შორის ფენშუის პრინციპებიდან გამომდინარე ვისაუბრეთ ჩვენ და აღნიშნეთ ორლარიანის მნიშვნელობა და ეს ორლარიანები საკმაოდ შეთხელდა ქალაქში, მინდა გითხრათ და ძალიან ძნელი საშუალებელი იყო ესეთი კურიოზებიც ამასთან დაკავშირებული. გახსოვთ გაბატონო ეკა კვარაცხელიამ აღნიშნა რომ კარგი იქნება თუ ჩვენ დავდებთ ორლარიანს ნაცივრის ქვეშ და მთელი წელიწადი გვექნება იქ ეს მოიზიდავს ფინანსურ ბარაკას და ორლარიანები ამიტომ გაქრა ან დაცოტავდა საკმაოდ მინდა გითხრათ და ეს იყო ეს ნუ ხო მიყვებოდნენ მათ შორის ვაჭრობის მუშაკები რომ აი მოდიოდა ხალხი და ერთად მიქონდათ 10 წალი 15 წალი ორლარიანი და შემდგომ და ამასთან ერთად ესე იგი აღნიშნოთ რომ ეს რიტუალები ვინც ვერ მოასწრო და ვერ შეასრულა ხო არ ნიშნავს რომ დაგვიანებული არა უბრალოდ ჩვენ ეს გავაკეთეთ წინ და წინ რატომ? იმიტომ რომ ჩვენ გვეწყება ტახის წელიწადი ფაქტობრივად 5 თებერვალს აღმოსავლური კალენდრით. ამიტომ ჩვენ დავასწარეთ ახლა ამ პერიოდს, იმიტომ რომ 5 თებერვალს რამდენ ადამიანს გაახსენდება, ახლა მე კი შეგახსენებთ, მაგრამ რამდენს ექნება ახლა ამის თავი, ფინანსური და შემდგომ ეს ყველაფერი ისევ თავიდან მოამზადოს და ეს რიტუალები შეატაროს, მე არ ვიცი. ამიტომ ვიცი რომ ეს არ იქნება დიდი რაოდენობის ადამიანების რიცხვი, ამიტომ როცა გვაქვს საშუალება უკვე ნაკლდია, ბევრი რამ და თქვენ მზად ხართ ამისთვის და განწყობა შესაბამისი, აი ამ
ამიტომ იქ ვატარებთ, რომ წინ და წინ პატივი მივაგოთ, ასე ვთქვათ, შემდეგი წლის ბრძანებელს ამ შემთხვევაში ტახს, ანუ ღორს. მაგრამ ხუთშიც თუ ჩავატარებთ და თუ თქვენ ვერ მოასწარეთ დავუშვათ გარკვეული ასეთი პროცედურების ჩატარება, რიტუალების არ დაგწყდეთ გული, თქვენ კიდე შეგიძლიათ ეს მოასწროთ 5 რიცხვში. იქამდე კიდევ არაერთხელ შეგახსენებთ მე ამას, იქ რა ატრიბუტებია საჭირო, იგივე დავუშვათ $2 დავუშვათ თუნდაც იქ მოთავსება, ეს თუ აქამდე ვერ მოასწრეთ, არ ნიშნავს ეს რომ შანსი აღარ არის. არის შანსი იქნება და ეს იქნება 5 თებერვალს. წინა გვაქვს კიდე შესაძლებლობები, როდესაც მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ალბათ ეკასაც მოვიწევთ და ის კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რა რიტუალების ჩატარება იქნება კარგი, იმისთვის რომ 5 თებერვალს ასევე შეხვდეთ ამ რიტუალებით უკვე ნამდვილი ასე ვთქვათ ტახის ანუ ღორის წელიწადის ასე ვთქვათ შემოსვლას და მით უმეტეს თუ ეს ვერ მოასწარეთ თქვენ 31 დეკემბერს შეგიძლიათ ეს ყოველივე 5-ში შეასრულოთ ან თუ გაქვთ ესეთი სურვილი და 31-შიც გქონდათ ესეთი სურვილი და გააკეთეთ ეს რიტუალები 5-შიც შეგიძლიათ გაემეოროთ და კიდევ უკეთესი გაძლიერდება ეს ენერგეტიკა ამ რიტუალისა გაძლიერდება კეთილგანწყობა მასპინძლის და მომავალი წლისა და ეს ამიტომ არ დაგწეთ ამაზე გული რომ აი ვერ მოასწარე და რა გიშვენ არაფერი ყველაფერი გვეშველება ყველაფერი კარგად იქნება 5 თებერვალამდე კიდე არის შანსი რომ შევიძინოთ ეს ატრიბუტები და ეს რიტუალებიც ჩავატაროთ. ნუ კურიოზი იყო კიდე იმასთან დაკავშირებული მინდა გითხრათ რომ რკო რომელიც არავის არასდროს არ უნდა ღორის გარდა ძირითადში ნაკლებად გამოიყენება თავისთავად რკო ნუ იყო ფანტასტიკური მომენტი როდესაც 30-31-ში ზუსტად არ მახსოვს, ერთი ცალი რკო ირდა 3 ლარი. მინდა გითხრათ რომ ქუთაისიდან ამერიკას და მითხრას რომ კაცო რასაკეთებთო საღურიას დღეში აღარ დარჩა რკო და დაიხოცებიან აქ ღორებია. ნუ მოკლედ იყო სიცილიც იყო იუმორიც და ასე შემდგომ, მაგრამ ნუ სინამდვილესთან ახლო იყო ეს ყველაფერი თავისთავად, ნუ საახალწლო სიაფცხელება ყოველთვის ითვალისწინებს რაღაც ამდაგვარ კაზუსებს, კურიოზებს და ასე შემდგომ, ნუ ესეც ნორმალურია ყოველ შემთხვევაში. ზოგჯერ გადადის თუ არანორმალურ ფორმაში, მაგრამ ნუ პრინციპში მაინც მისაღებია და ნორმალურია და ამითი არ ახალი წელი საინტერესო რო კურიოზებით არის ხშირად ახსოვსე. და იმედი არ გამინაწყანდებიან ვაჭრები, რომლებიც ვიჩვეოდნენ, რომ აი ჩვენი ასე ვთქვათ გამოსვლების შემდგომ, ესე იგი ღორები ისე არ იკიდებოდა ღორის ხორცი, როგორც საჭირო იყო, თუმცა მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მე საგანგებოდ გამოვაცხადე, რომ 31-ში პატივი მივაგოთ მომავალ წლის ბრძანებელს და არ ვჭამოთ ღორის ხორცი, თორე პირველში ორში კი ბატონო აკრძალვა მოხსნელი იყო. ასევე მინდა ახლაც გითხრათ მიირთვით შემოკარგოთ თუ ესეც სურვილი გაქვთ, ოღონდ 5 თებერვალს არ მივირთვათ. აი 5 თებერვალს კიდევ ერთხელ პატივი მივაგოთ მას. აი ესეც შემიძლია შეგახსენოთ. ეხლა მოიტავნშოთ მოდით ისიც რომ თლიანობაში რადგან ჩვენ ახლა მივადექით ამ წელიწადს და მის მნიშვნელობებს, მოდით კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, ესე იგი რა ტენდენციები ამსაუბრებელი კიდევ ერთხელ ვიმეორებ. სერიოზული ცვლილებების პერიოდია. და ცვლილებები აბსოლუტურად ყველაფერს შეეხება. ყველა ადამიანი იგრძნობს, რომ რაღაცა ტრანსფორმაცია ხდება მასში. მათ შორის სულიერი, მათ შორის ინდივიდუალური, არ არის სუბუქი წელიწადი. რო გითხრათ, რომ სუბუქი იქნება და ტაშპანტურად გავატარებ, ჩვენ მას ტყუილია. არ იქნება, იქნება დაძაბულობა, საკმაოდ ესეთი პრობლემური ტენდენციებიც განსაკუთრებით ფინანსური კუთხით. რატო? იმიტომ რომ, მაგრამ კარგიც იქნება. კარგზეც ცოტა მერე ვისაუბრებ მოგვიანებით. ესე იგი, მთავარი პრობლემა არის ფინანსები. ხო, რატო? იმიტომ რომ ურანი პლანეტა მოულოდნელობებისა შემოდის უკვე, ნახლობით უკვე სადღაც მარტის თვიდან იგი შევა უფრო მაისიდან თვალშისაცემი გახდება, რომ მარტიდან უკვე დაიწყება ეს მოქმედებები. იგი შევა ფინანსურ საბანკო სისტემის მთავარ ნიშანში, ანუ კუროში. 7 წლით. და ეს უკვე ნიშნავს რას? ეს ნიშნავს იმას, რომ ის ითხოვს აუცილებლად რეფორმებს და მნიშვნელოვან ცვლილებებს, იმიტომ რომ ურანი არის სწორედ არამატო ცვლილებების, არამედ რეფორმების მმართველი პლანეტა. ანუ ის ქვეყნები, ის ბანკები, ის ფინანსური ორგანიზაციები თუ სამინისტროები ეკონომიკის თუ ფინანსების, რომელიც არ იქნებიან მზად ამდაგვარი რეფორმატორული ცვლილებებისადმი, დაზიანდებიან. ექნებათ მეტი პრობლემები. ამდაგვარი მინისტრები შემდგომ მოიხსნებიან, და ამ მხრივ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვექნება ძალიან ბევრი მოხსნები წელს. განსაკუთრებით აი მარტიდან ივლისის ჩათვლით პერიოდი არის ძალიან რთული და შემდგომ წლის ბოლო ნოემბერ-დეკემბერში თქვენ ნახავთ უამრავ ცვლილებებს.
ზედა ეშელონებში, მინისტრების დონეზე, პარტიებში შიდა განხეთქილებები, დაპირისპირებები და თანამდებობის დაკავების, ასე ვთქვათ, თანამდებობიდან წამოსული ადამიანების რაოდენობა თქვენ ახავთ რამდენი იქნება წელს და ეს ყველაფერი აუცილებელია, კი მტკივნეული პროცესია, შეიძლება მოსაუზრებელია უკვე ჩვენთვის, მაგრამ ეს ცვლილებები აუცილებელია, იმიტომ რომ მეორე ჩვენ უნდა შევიდეთ ახალ 12 წლიან ციკლში განვითარების. ამ ციკლში ჭირდება ახალი პროფესიონალური კადრები, ახალი მესამე ძალის შემოსვლის ტენდენციებიც ამასთან დაკავშირებით უფრო მეტად წლის განმავლობაში იჩენენ თავს. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ ყველა ეს ტენდენცია, რომელსაც ჩვენ ახლა ავნიშნავთ, კი თანდათან უფრო მეტად გამახვილდება, იმიტომ რომ რეალურად ეს ტენდენციები და ეს პროგნოზები, რომელსაც ჩვენ ვახმოვანებდით, რეალურად ეს ყველაფერი იწყება 5 თებერვლიდან, როდესაც ტახი შემოდის. ჯერჯერობით ზაღლის წელიწადში ვართ ჩვენ, ამიტომ ეს ტენდენციები ჩვენ რასაც ვახმოვანებთ, უფრო მეტად თვალში საცემი გახდება უკვე 5 თებერვლიდან. ამიტომ შესაბამისად ჩვენ გვაქვს რამდენიმე ურთულესი თვე. პირველი აი ახლა გვაქვს უკვე იანვარი, როგორც აღმოჩნდეთ, ხო, 6 რიცხვიდან 29 რიცხვამდე, მაგრამ ნუ განსაკუთრებით 25 იანვრამდე მაინც აი ეს დედამიწის ნეგატიური ენერგოველი ზონა. შემდგომ ესეთ პერიოდში ჩვენ გვექნება ასევე აპრილის საკმაოდ რთული ნეგატიური ზონა და ერთ-ერთი ყველაზე რთული წელს იქნება ივნის-ივლისი. ძალიან რთულია, მithumetes ადამიანები ჯერ კიდევ არ ისვენებენ ამ პერიოდში და ბევრი აქ არის სამსახურში და ეს უკვე დაღლილობა მეტად იჩენს თავს, სიცხე და ბევრი სხვა ფაქტორები და დედამიწის ნეგატიური ენერგოველი ძალიან დაწებავს სიტუაციას. აგვისტოში აუცილებლად ესე იგი გირჩევთ, რომ მაქსიმალურად დაისვენოთ. შეიძლება ის დაგვარათ, რატო? იმიტომ რომ სექტემბერის შემდგომ და ოქტომბრის პირველი ნახევარი ასევე საკმაოდ მძიმეა. ეს ყველაზე რთული მძიმე თვეები გვაქვს, რომელთაც გვექნება არა მარტო მზის და მთვარის დაბნელებები, მithumetes ივნისი და ივლისში. არამედ დედამიწის უარყოფითი გეომანტიური ველი. რაც შექმნის დამატებით პრობლემებს, კონფლიქტებს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ტრაუმულ ავარიულ ტენდენციებს და სხვა უსიამოვნებებს. ამიტომ ეს პერიოდები გავითვალისწინოთ და ძალიან ფრთხილად გავიაროთ, რათა აქ რაღაც შესაბამები არ დაუშვათ და კონფლიქტებში არ აღმოჩნდეთ. ამის გარდა მოდით აღვნიშნოთ, რომ ფინანსური კუთხით კიდევ ერთხელ მეორებ, შეიძლება აქ ვალუტის ცვლილებებმა იჩინონ თავი ან სერიოზულმა ფინანსურმა კრიზისმა და ეს კრიზისი არა მარტო საქართველოს შეეხება, ის შეეხება მსოფლიოს. სავსებით შესაძლებელია, რომ მსოფლიოს უდიდრესი ქვეყნების კი არ ეკვნენ მზად ურანის მოულოდნელი რეფორმატორული, ასე ვთქვათ, ცვლილებებისათვის და აიქაც კი მათ გაუჭირდათ. და ცხადია ხა ეს გაჭირვება ნეგატიურ დახს დაასვას ჩვენს მეზობლებს, მათ შორის თურქეთს, მათ შორის რუსეთს და შემდეგ, რაც მომიტანოთ აისახება ჩვენს შიდა ბაზარზე. ამიტომ უკვე აი ამ პერიოდში, სადღაც დავიწყოთ, ის დაიწყება თანდათან მარტიდან და მე უკვე გამძაფრდება მაისიდან, ფინანსურმა პრობლემებმა და ვალუტის არასტაბილურობამ შეიძლება მეტად იჩინოს თავი. ეს არის მთავარი პრობლემა ქვეყნის, ამიტომ ეხლავე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, საბანკო სისტემას მაქსიმალურად მეაქციონა ამას ყურადღება. რეფორმების ცვლილებებისთვის უნდა იყოთ მზად. წინამორბედში შემთხვევაში შეიძლება იყოს შოკური მდგომარეობა. ამ კუთხით და ეს ნეგატიურ დახს დაასვას რასკვლელად ჩვენს საზოგადოებას, რომელიც ისედაც ფასების აწევის ფონზე საკმაოდ არასასურველ მდგომარეობაში და ამას კიდევ თუ მოყვება დამატებით ამდაგვარი პრობლემები, ეს საზოგადოება კიდევ უფრო მეტად გაართულებს სიტუაციას. და ამ მხრივ იყოთ ყურადღებით, რომ წინ და წერ ვიყოთ გაფრთხილებული და შესაბამისი ზომებისთვის მზად. ეს ყველაზე ცუდი ტენდენცია, რაც შეიძლება მოხდეს მომავალ წელს და მეორე ტენდენცია ეს არის აი სწორედ ცვლილებების სერიოზული საკადრო, რომელიც შეიძლება ცოტა მტკივნეული იყოს, მაგრამ აუცილებელია ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ახალი კადრების შემოსვლის გარეშე ჩვენ ვერ დავიწყებთ შემდგომ 12 წლიან ციკლს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და იქნება ერთ-ერთი ყველაზე ალბათ თქვათ კარგი შესაძლებლობების მქონე. რამდენად გამოვიყენებთ ჩვენ ამას, ეს უკვე სხვა ტენდენციაა. ნუ დაგვაწყდება 2020 წელს იუპიტერი და სატურნი ხვდებიან ერთმანეთს. ეს ის შეხვედრა, რომელიც ხდება 20 წელიწადში ერთხელ. ეს ის მოვლენაა ცისკაბადონზე, რომელიც შოთა რუსთაველმა კარგად აღწერა ვეფხვის ყოველსანში, როდესაც ტარიელი შეახვედრა თავის მიჯნურს უამრავი წვალების შემდგომ. ანუ აქ ეს ის მოვლენაა, რომლის შედეგადაც უკვე სერიოზული კარტ ბლანში აძლევა ქვეყანას. მაგრამ ამისთვის უნდა იყოთ მზად. აი ეს ტენდენციები გველოდება ყოველივე წინ.
იქნება სასიკეთო ტენდენციები დაკავშირებით უცხოეთთან, უცხოელებთან ურთიერთობისათვის, უცხოეთთან კონტაქტისათვის, რაღაც პერიოდში შეიძლება წაემუშაოთ, ან ისწავლოთ უცხოეთში, იქნება ძალიან კარგი გრანტები მოიზიდოთ, შემოიტანოთ გარკვეული ინვესტიციები უცხოეთიდან. აი ამ კუთხით იქნება წელიწადი ძალიან კარგი პერსპექტიული. სპორტისთვის სასიკეთო ცვლილებების პერიოდია, იურისპრუდენციაში იქნება მნიშვნელოვანი საჭირო ცვლილებები, დიპლომატია ჩვენ უფრო მეტად ამუშავდებთ უცხოეთთან კონტაქტების კუთხით, სასოფლო-სამეურნეო სფერო და გარემო და სამეცნიერო კვლევით უფრო მეტად შეიცვლება. გარკვეული სასიკეთო ცვლილებები იქნება რელიგიური კუთხითაც, თუმცა რელიგიის სფეროში უკვე 5 მაისიდან მეტი სირთულეები იქნება უდავოდ, მაგრამ სასიკეთო ცვლილებების ტენდენციაც გვექნება. მაგრამ ჯერ რელიგიური სფერო არ იქნება დაზგნარებული, ყოველ შემთხვევაში წელს ნაკლებად. მაგრამ რაღაც სასიკეთოსიო აქ მაინც უკვე დაუბერავს, ეს ტენდენციაც არის. ეს მოვლენები ჩვენ გველოდება 2019 წელს და აუცილებლად მონეთ ისიც რომ ესე იგი განსაკუთრებულად წარმატებულია იგი მშვილდოსნისათვის, შემდგომ ვერძის და ლომის ოდიაქოს ნიშანთათვის, ეს ყველაზე თქვა ეფექტური წელიწადია, კურო გაუმჯობესებს თავის შესაძლებლობებს და ცოტა სიფრთხილე ახლა ესაჭიროება მერწყულებს. ყოველ შემთხვევაში 5 მაისამდე შემთვარე გადის მათ ზოდიაქოს ნიშანს, ამიტომ მერწყულებს მაქსიმალურად მორიდება მართვით ყველა სახის არისკო მოქმედებების, სუსტრავი გადაწყვეტილებების, საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული თავისი პროექტებით გამოვლენის კუთხით, იმიტომ რომ შეცდომების დაშვების ტენდენცია მაღალი აქვს. ამიტომ ფრთხილად, აი 5 მაისის შემდგომ კი ბატონო, გაცილებით უფრო მეტად დამშვიდდებიან და უფრო მეტად წარმატებულები იქნებიან. აი თევზებს პირიქით. ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეების საკითხები ეცადეთ რომ სწორედ აი 5 მაისამდე მოასწროთ, იმიტომ რომ 5 მაისიდან შემთხვარე გადმოდის თქვენ ზოდიაქოში. ამიტომ აქ უკვე შინაგანი შიშები, დეპრესიული მომენტები, ღალატი მეგობრების მხრიდან, სხვა სახის მანიაკალური ცუდი აზრების აგვიატების და სხვა ნეგატიური ტენდენციების ალბათობა მოიმატებს, რაც მოითხოვს თქვენგან მეტი თავდაჭერის, მოთმინების, წინდახედულობის, მეტი ინტუიციის გამოვლენას, რათა ამით გვერდიაუროთ ამ ნეგატიურ ტენდენციებს და არ აღმოჩნდეთ რაღაც შეცდომების წინაშე. ეს ის ტენდენციებია ზოგადად მოხაზერს, რაც ჩვენ გველოდება 2019 წელს, ჩვენი ფაქტობრივად საეთერო დრო იწურება. აქ კიდევ გვაქვს ესე იგი დამახვედრეს მე რამდენიმე კითხვა, ესე იგი ეთქობა ტელემაყურებლებმა დარეკეს და ეს იკითხეს, ესე იგი აინტერესებთ როგორ შეგვეხმიან რომ პირადი ჰოროსკოპი შედგეს მათი. კი ბატონო, თუ ესეთი ინტერესი გვაქვს, შეგეხმიანათ შემდეგი ტელეფონის ნომრით 238 52 47, ვიმეორებ 238 52 47 ან მობილური 593 22 84 33 593 22 84 33 კი ბატონო მობრძანდით შევადგინოთ თქვენი ასტროლოგიური ჰოროსკოპი, რუკავ, ნახოთ რა კოსმიური მისხით ხართ მოსული ამ ქვეყნად. საცდებით, რა გამოვასწოროთ, რა გზები დავსახოთ, რა პროფესიებია, რომელი პარტნიორებია თქვენი, რომელი ქვეყნებია თქვენი და შემდგომ გავაკეთოთ სწორი არჩევანი და იქიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი კორექცია შევიტანოთ ამით თქვენს ბედიღბალსა და შესაძლებლობებში. და ხვალ დილით თქვენ 11 საათზე განმეორებით ნახავთ ამ გადაცემას ტელეკომპანია კავკასიის ეთერში. ხვალ დილით უკვე ვიწყებთ ასევე პირველი გადაცემა იქნება ტელეიმედში, ასევე მოგხსენებათ რომ გაზეთი ასეულდასწორული ხვალ ასევე ჟურნალი თბილისელები გამოქვეყნებენ ასევე ინფორმაციას ჩემს მიერ მოწოდებულს და ასევე რადიო ფორტუნა ყოველ დილით 3-ჯერ გადმოსცემს ჩემს პროგნოზს იმ დღის ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ. ამ ინფორმაციით იქნებით გაფრთხილებული, შეიარაღებული. მე მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ შობა, ახალი წელი და გინდა მოგილოცოთ დღევანდელი საღამოს, ანუ დამდეგი ძველით, მოდი თქვათ ასე, ახალი წელი. კიდევ ერთხელ მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, სიყვარული, იღბალი, ყოველივე კარგი, სულიერი განვითარება, ჯანმრთელობა, ერთ სიტყვით სიკეთე და წინსვლა. ამ ინფორმაციით საუკეთესო სურვილებით, გემშვიდობებით, ჩვენ შევხვდებით შემდეგ პარასკევს გადაცემაში თქვენი დრო და უკვე შემდგომ ჩვეულებრივად კვირას გადაცემაში ვარსკვლავები გვამსტობენ. საუკეთესო სურვილებით, გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.